მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს და პარტიებს ახალი არჩევნების დანიშვნის თარიღზე მოლაპარაკებებს თავაზობს და პრეზიდენტის სასახლეში ელოდება. პრეზიდენტის შეთავაზებაზე კომენტარს როგორც ქართული ოცნება, ასევე ოპოზიცია აკეთებს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ორბელიანის სასახლეში ელოდება. ივანიშვილის გარდა ის სასაუბროდ იწვევს როგორც ქართული ოცნების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ზურაბიშვილის თქმით, საუბრის ერთადერთი თემა იქნება ის თუ როდის და როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი არჩევნების თარიღი უნდა დაინიშნოს 29 დეკემბრამდე. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ მომავალი არჩევნების დრო უკვე ცნობილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები კი 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ოპოზიცია ქართულ ოცნებისგან პასუხ დღის ბოლომდე ელოდება, რადგან ერთადერთი გამოსავალი მათი თქმით ხელახალი არჩევნებია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დღეს პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავენ და მზად არიან დისკუსიისთვის, თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სწორედ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს უკვე შეთანხმება არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე და სწორედ პროტესტი, რომელიც არის უპრეცედენტო მასშტაბის და მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას, ამის ცალსახა დადასტურება. ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ინსტიტუტი. ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა ახალი არჩევნების დანიშვნის არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს გაცოცხლება დემოკრატიის და თავისუფლების ჩვენს ქვეყანაში. იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება ეს დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ოღონდ ვიღაცები ხელს უწყობენ. მაგალითად, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, ერთ-ერთი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი, სადაც ის ესე ჩუმად და დახურულ კარს მიღმა კი არა, საჯაროდ მოუწოდებს არჩევნების დანიშვნას. გუშინ ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვიცი, კონსტიტუციას არ კითხულობენ და არ იციან, თლად ასეთი უცოდინარებიც არ არიან, რომ ასე მოუნდეს და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, დანიშნოს ახალი არჩევნები, მას თავის საფუძვლები ჭირდება. თუ ასე იგებენ ისინი კონსტიტუციას, მაშინ რომ თენგო დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ხელს ის აწერს, ხო? პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. კობახიძის შეხვედრა კერძო სექტორთან მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. შეხვედრას 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა და ის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ბიზნესმენები პასუხს პრემიერისგან ელოდებიან სიტუაციის განმუხტვასთან და მდგომარეობის დასტაბილურებასთან დაკავშირებით. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნია თქვენ? ეს ნალოლიავები 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა და ეკონომიკა და ლარი და ჩამოვაქციოთ ლარი მესმის მოთხოვნებიდან. ნუ არ უერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ. მნიშვნელოვანია სასწრაფო დეესკალაცია, ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ხვალდამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოусმენთ და ალბათ მივიღებთ მათგანაც პასუხს. მე მართავ აეროპორტს და პოლიტიკაში ნუ გამრევთ რა. მე ერთადერთი შემიძლია ის თქვა, რომ ჩვენ გვჭირდება აეროპორტს სტაბილურობა ქვეყანაში. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია პერფორმანსი გამართა, რითაც მაგნიტსკის სიის ფარგლებში მაღალჩინოსნების დასანქცირებას გამოეხმაურა. ოზურგეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. მათ პოლიციის სამმართველოს შენობის წინ მიიტანეს აქციების დროს დაშავებული ადამიანების და მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი მაღალჩინოსნების ფოტოები. აქციის მონაწილეების თქმით, პერფორმანსის მიზანი იყო პოლიციელებისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ, ვინ არიან მათი ხელმძღვანელი პირები, მოეწოდებინათ, რომ პარტიული დავალებების შესრულების ნაცვლად ქვეყნის წინაშე დადებული პროფესიული ფიცი შეესრულონ და შეწყვიტონ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა.
ზუსტად ეს იყო აქცია პერფორმანსი, ჩვენ ხედავთ რომ პოლიცია გადაქცეულია მილიციად, გადაქცეულია ომონად და ასრულებს უკანონო დავალებას რუსული მეთოდებით ებრძვის ასე ვთქვათ ადამიანებს, რომელსაც არ უნდა რუსეთი და უნდა დასავლეთი და სწორედ ამისთვის მოვიტანეთ ნაწამები ადამიანების ფოტოები, რომლებიც დაუტოვეთ პოლიციელებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილები და ასევე ჩვენ ასე ვთქვათ დაუტოვეთ 3 ბანერი, გამოვკიდეთ 3 ასე ვთქვათ ფოტოსურათი, რომელიც ასახავს ასე ვთქვათ ერთზე არის ტერორისტები წარწერა, მეორე არის გომელაური და ის ადამიანი დასანქცირებული მაგნიტსკის სიაში მყოფი ადამიანები, რომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალური სახე შევახსენეთ პოლიციას, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის არ არის მხოლოდ უწყება, რომელიც პარტიას უნდა ემსახუროს. პარტიულ ინტერესს არ უნდა ემსახუროს ძალოვანი უწყება, რომელიც უმოწყალოდ უსწორდება ახალგაზრდებს ქუჩაში. არ ღვევს თვითონ კანონს, კანონდარღვევაზე, თქვენს კოლეგებზე ძალადობაზე ხუჭავს თვალს. ეს არის ის ძიმე მოცემულობა, რაც უფრო მეტ უკანონობაში, როდესაც პოლიცია არის უმოქმედო. მათი მინისტრი სამწუხაროდ დასანქცირდა ეს ქვეყნისთვისაც პრობლემა არის, როგორც მისთვის ბატონი გომელაურისთვის და ამ ადამიანებს მოუწოდეთ დღეს, რომ ემსახურონ იმ ფიცის ქვეშ, რაც მათ დადეს ქვეყნის წინაშე საქართველოს და არა კონკრეტული პარტიული ინტერესის გამტარებლები იყვნენ. ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ცერემონიალის თანხლებით აინთო. ამავე დღეს დაჯილდოვდნენ ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებიც. ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. გაიმართა კონცერტიც, რომელშიც ფორტე, გორდელა, კახუჩელა და სხვა შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ამავე ღონისძიებაზე შედგა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. სხვადასხვა დამსახურებისთვის ოზურგეთის მერმა 10 ადამიანს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა. ოზურგეთის საპატიო მოქალაქის ჯილდო. გადავცეთ ოზურგეთის სახანძრო სამაშველო განყოფილების სულის მეთაურს, ბატონი სერგო ზაქარიაძე. საახალწლო ღონისძიებები ოზურგეთში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. გაიმართა ორკესტრის საზეიმო მსვლელობა. აქვე იყო საბავშვო სივრცე პატარებისთვის, სადაც მათ განწყობაზე თოვლის ბაბუა და ანიმატორები ზრუნავდნენ. დღის მანძილზე გაიმართა კონცერტიც ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. იმიტომ ვარ დღეს რომ შევქმნათ ჩვენს მოქალაქეებს, თანამოქალაქეებს და სტუმრებს კარგი განწყობა, ვთავაზობთ მიტვეინს, ყავას, ფრის და ასევე ისიც ჩვენი არის და მინდა მთლიან საქართველოს ერთიანობა და მოულოცო ახალი წელი. გილოცავთ ყველას დამტკიცება ახალ წელს. დღეს მღერი ჩვენ გოგოებთან ერთად და ნამდვილად იგრძნობა საახალწლო განწყობა და ძალიან მომწონს როგორც არის დღეს ოზურგეთი გაფორმებული. ჯგუფი გორდელა დღეს იმყოფება ჩემს მშობლიურ ქალაქში ოზურგეთში. განწყობა არის საახალწლო და ფანტასტიკური. რა ვიცი, მიხარია, რომ ჩემს ქალაქში ესეთი ჭკვიალა და სასიამოვნო წინა საახალწლო განწყობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე მეოთხედ ტარდება ახალი წლის დღეების ღონისძიებები. დღეს ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები, მოეწყო საბავშვო სივრცეები, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო მათი გამოფენა გაყიდვა, საღამო დასრულდა კონცერტით და ფეიერვერკით, ასევე აინთო მთავარი ნაძვის ხე, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაჯილდოვდნენ საპატიო ოზურგეთელები. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დღეს ჰქონდა მადლიერების გამოხატულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ოზურგეთს, გურიას და სრულიად საქართველოს ემსახურებიან და სიმბოლურად ამ ადამიანებს გადავეცით ოზურგეთის საპატიო მოქალაქის ჯილდოები. მე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი, მნიშვნელოვანია ჩვენ საქართველოს გქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ასე გამორჩევით, როდესაც დაგასახელებენ მით უმეტეს ასეთ კუთხეში, როგორც არის გურია ქალაქში ოზურგეთში, ცოტა უფრო სხვანაირი სიამაყის გზნობა გეუფლება ადამიანს და ძალიან მეამაყება, რომ ეს ამბავი მოხდა, ძალიან საამაყოა. უსურვებ მშვიდობას, სიწყნარეს, ჯანმრთელობას, ბარაკად ოზურგეთს, გურიას, მთლიანად საქართველოს, ყველა ჩვენთაგანის ოჯახში
ლამაზი ახალი წელი შემოსულიყოს და სიკეთე და ბედნიერება შემოეტანოს. ძალიან უხდება, ოზურგე ძალიან უხდება. აქაურ მოსახლეობას აი ეს მართლა უშუალოა ნაძვიცხი და ძალიან ლამაზი ანთება ნაძვიცხი. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ილონ მასკი წარმატებული კომპანიების SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი და მფლობელი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს შემოკლებით Dodge-ს გაუძღვება. ეს მასკის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტის, კომიქსების გმირი ძაღლისა და მიმის სახელიცაა. ვაპირებთ მთავრობის ტვირთი ზურგიდან და ხარჯებიდან ჩამოგაცილოთ. Dodge მთავრობის ბიუჯეტის მესამედით 3 ტრილიონით და საჯარო მოხელეების 3/4-ით შეკვეცას გეგმავს. საოცარი მომავალი გველის. მთავრობის სექტორში მუშაობის გამოცდილება მასკს არ აქვს, თუმცა მის კომპანიებს სახელი ეფექტიანი მუშაობით აქვს განთქმული. COVID პანდემიის დროს მასკმა კომპანია Tesla კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანა და შტატის ზედმეტი რეგულაციების დაწესებასა და მაღალ ხარჯებში დაადანაშაულა. Dodge-ს მასკთან ერთად კიდევ ერთი მილიარდერი მეწარმე ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებს, რომელიც ბევრი ფედერალური რეგულაციის გაუქმებაზე იზრუნებს და ხარჯების შესამცირებლად სამთავრობო სააგენტოთა ნაწილის დახურვას გეგმავს. ისინი დისტანციურად მუშაობის პოპულარული პროგრამის გაუქმებასაც გეგმავენ, რაც თავისთავად გამოიწვევს თანამშრომელთა გადინებას. წინ სწავლის რთული პროცესი აქვს, რათა შეიტყონ, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში მეფე არ არის, ან მინიმუმ არ უნდა იყოს. კონსტიტუციურ პრობლემებს გადააწყდებიან, კანონთან და კონგრესის უფლებებთან ბრძოლა მოუწევთ. მასკი და რამასვამი კონგრესს უკვე ეწვევენ. კანონმდებელთა ნაწილი ფედერალური ხარჯების შემცირებას ემხრობა, მაგრამ ისინი ამ მომრჩეველთა წინააღმდეგ წასვლას მოერიდებიან. ამავდროულად ისიც იციან, რომ მასკი და რამასვამი ტრამპთან უშუალოდ მუშაობენ. მასკმა მადლიერების დღე დედასთან ერთად ტრამპის მარალაგოს რეზიდენციაში აღნიშნა. რამასვამის ფოტოზე კი ჩანს, რომ ის ამ უქმე დღესაც მთავრობის შემცირებაზე მუშაობდა. არ ვიცი რამდენად იცნობთ ილონს, მაგრამ ის არა საჭით, არამედ რკინის მკვეთი ხერხით მოდის, რომლითაც ჩვენ ბიუროკრატიას მივადგენთ. Dodge-ის მრჩეველთა საბჭო მთავრობის შემცირების ინიციატივებს ჯერ ტრამპის ადმინისტრაციას, შემდეგ კი კონგრესს წარუდგენს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. არც მასკი და არც რამასვამი მთავრობისგან ხელფასს არ აიღებენ. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.